დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების ბაჩანა ახალაიას, ზურაბ შამათავას და გიორგი კალანდაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის შესახებ. ბაჩანა ახალაიას ბრალად ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მოქარით. ზურაბ შამათავას და გიორგი კალანდაძეს ბრალად ედებათ მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. შუამდგომლობის განხილვისას დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შუამდგომლობას და ბრალდებულთა მიმართ არასაპატიმრო სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, მათი მხრიდან მიმავლისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, განხორციელებული ქმედების ხასიათი და შედეგი, ასევე ბრალდებულთა წარსული საქმიანობა. შესაბამისად, სასამართლომ ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა, ხოლო ბრალდებულებს ზურაბ შამათავასა და გიორგი კალანდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩათ გირაო, თითოეულს 20,000 ლარის ოდენობით. გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა გათავისუფლდებიან პატიმრობიდან. აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2012 წლის 25 დეკემბერს 15 საათზე. საფუძვლო არის და რას ფიქრობთ არ ცნობს ამ ბრალდებას საფუძვლები, რაც უდევს საფუძვლად ამ ბრალდებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი, ეს არ არის დასაბუთებული ვარაუდი და კანონით გათვალისწინებული საფუძველი საიმისოდ, რომ პირი ამაზე პასუხისმგებაში იყოს მიცემული. შესაბამისად, არ ვეთანხმებით აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენებას. ჩვენი პოზიცია ჩვენ დავაფიქსირეთ კიდევაც საქმის ახალვის ეტაპზე და შესაბამისად გავასაჩივრებთ კიდევაც. ბატონო ბაჩუკი, თქვენი პროგნოზი რა იქნება? შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები? ჩვენ ველით, რომ კანონიერად უნდა გადაწყდეს და კანონიერად უნდა მოხდეს მსჯელობა სააპელაციო სასამართლოში. პირველ ეტაპზე სასამართლოს აქვს ანუ თქვენ გასაჩივრებას აპირებთ? დიახ, ეს გადაწყვეტილება თვითონ ბრალდებულმა მიიღო, ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი და გავასაჩივრეთ, მოვამზადებთ საჩივარს. გირაოს შეფარდების საფუძვლები, მაშინ სხვა არგუმენტი და სხვა მტკიცებულება ბაჩო ახალაიას პატიმრობაში დატოვების არ ქონიათ. ანუ ერთი სტანდარტი იყო ფორმულირებული, თქვათ, ბრალდების პოზიცია. მაშინ რატო ბაჩო? აი, აქედან გამომდინარე, რა ვიცი, მიჩნდება ისეთი აზრი, რომ შესაბამისად ეს არის სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური გადაწყვეტილება, რასაც ცოტა არ იყოს პოლიტიკური ელფერი აქვს. პროკურატურა ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და აწინ მხოლოდ დამძიმდება, ახალ-ახალი საქმეები გამოჩნდება, ახალ-ახალი მოწმეები. რამდენად ელოდებით რომ ასე მოხდება? არ ვიცი, ეს გაცხადებულია, შესაბამისად ჩვენ უნდა ვნახოთ საქმეში. ანუ წინასწარ არ გაქვთ არანაირი ინფორმაცია, არ შეიძლება წამოიწოს. რა მოლოდინები გაქვთ, როგორ წარიმართება პროცესი? თქვენი პროგნოზი როგორია? ჩვენი პროგნოზი ერთადერთია, რომ ჩვენ დაცვის მხარემ ყველა ის სამართლებრივი ასპექტები უნდა გავიაროთ, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კოდექსი.